ყოველ ოთხშაბათს 17 საათზე. წარმოგიდგენთ რადიო გრუნისა და კლინიკა პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ერთობლივ პროექტს გრუნიმედი. გადაცემას უძღვება ქირურგი პროფესორი გია თომაძე. გაეცანით თანამედროვე მედიცინის სიახლეებს, მიიღეთ კომპეტენტური რჩევები და აღმოაჩინეთ ჯანსაღი ცხოვრების მარტივი გზები. ყოველ ოთხშაბათს 17 საათზე სამედიცინო გადაცემა გრუნიმედი. თქვენი გზა ჯანმრთელობისაკენ. მოგესალმებით, ჩვენოსმენელებო. წარმოგიდგენთ რადიო გრუნის სამედიცინო გადაცემას, სახელწოდებით გრუნიმედი, რომელსაც წარუძღვები მე, ექიმი გია თომაძე. მსოფლიოში ყოველ 1 წუთში 260 ბავშვი იბადება. საქართველოში 13 წუთში იბადება ერთი ახალშობილი. საკითხი ახალშობილთა მოვლის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. ამ მიმართულებით არაერთი მითი არსებობს. თითქოს და არ შეიძლება ბავშვის ხშირად ხელში აყვანა ახალშობილის. ან თითქოს და დედის რძე არ არის საკმარისი ახალშობილისათვის. ან კიდევ მაინდა-მაინც მჭიდროდ უნდა იყოს ბავშვი გახვეული იმისათვის, რომ ახალშობილს სწორი ფეხები ჰქონდეს. ასეთი და მრავალი სხვა საკითხი არსებობს და სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემა მიუძღვნათ საკითხს ახალშობილთა მოვლის შესახებ. და ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დღეს მოსულები გვყავს კლინიკა პინეოს ახალშობილთა მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი მაკა ჭიღლაძე. ქალბატონი მაკა გახლავთ ნეონატოლოგიის და პედიატრიის პროფესორი და იმისათვის რომ ჩვენ მასმენელებმა გაიგონ ჩვენ ვცდილობთ რომ მათთვის გასაგებენაზე ვისაუბროთ. ნეონატოლოგები ესენი არიან ექიმები, რომლის ფუნქციაშიც შედის ახალშობილთა მეთვალყურეობა დაბადებიდან პირველი 28 დღის განმავლობაში. შემდგომ ახალშობილები უკვე გადადიან პედიატრთა კომპეტენციაში. ქალბატონ მაკას არაერთ ქვეყანაშია განათლება მიღებული, საქართველოს გარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ამჟამად უკვე თვითონ ხელმძღვანელობს სხვადასხვა კურსებს, რომელიც მიძღვნილია ახალშობილთა მოვლისადმი. ქალბატონო მაკა, უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა გვინდა მოგახსენოთ იმისათვის, რომ მოძებნეთ დრო და მობრძანდით ჩვენთან სტუდიაში ამ თემებზე სასაუბროთ. და პირველი რა შეკითხვითაც მინდა მოგმართოთ, ეს არის ის თუ რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება ახალგაზრდა გამოუცდელმა დედამ, როგორც მას შემდეგ, რაც თავის ახალშობილს გამოიყვანს სამშობიაროზე. და რა არის ის ძირითადი პრობლემები, რის გამოვლენის შემთხვევაშიც მან უნდა მიმართოს პედიატრს ან ნეონატოლოგს. გამომდინარე მისი ასაკიდან. მოგესალმებით ბატონო გია, დიდ მადლობას გიხდით მოწვევისათვის. მივესალმებით თქვენს რადიო მსმენელებს და შევეცდები უპასუხო ძალიან ხშირად დასმულ კითხვებს პოპულარულ მათთვის გასაგებ ენაზე. და თქვენი პირველი კითხვა შეეხება იმ თემას, თუ როგორ უნდა მოუაროთ და როგორ უნდა გაწერისას, რაზე უნდა გავამახვილოთ ახალბედა დედების ყურადღება. მინდა გითხრათ და აღნიშნო, რომ არ არსებობს კავშირი იმაზე უფრო მყარი, ვიდრე არის კავშირი დედასა და მის ჩვილს შორის. ეს არის ძალიან ნაზი, ფსიქოემოციურად დატვირთული ურთიერთობა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვითარდება და მათ შორის ეს კავშირი არასოდეს არ წყდება და ეს მათი ფსიქოემოციური კავშირი სწორედაც გამოისახება ფიზიკურად ძუძუთი კვების ადრეულ და დროულ დაწყებაში. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ძუძუთი კვების ადრეულ დაწყებას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კლინიკა არის ბავშვისადმი კეთილგანწყობილი
სამშობიარო კლინიკა და დაბადებიდან 1 საათში აუცილებლად უნდა იქნეს ახალისებული ძუძუთი კვება. მანამდე აუცილებელი არის პირველი კონტაქტი. თუ კი ვაგინალურად, ფიზიოლოგიურად იმშობიარა ქალბატონმა, დაბადებისთანავე ვათავსებთ დედის მკერდზე, რათა ეს კავშირი მათ შორის, რომელიც აღნიშნე, რომ არის ძალიან ძლიერი, დროულად ჩამოყალიბდეს და 1 საათის შემდეგ ვიწყებთ ძუძუთი კვებას. ასე რომ გაწერის დროს აუცილებლად უნდა იყოს წარმატებულად განხორციელებული ძუძუთი კვება, დედამ უნდა მიიღოს სათანადო განათლება, თუ როგორ სწორად მოეჭიდოს ახალშობილი ძუძუს, ვინაიდან ძუძუთი კვება ცოტათი მტკივნეულია ქალბატონებისთვის, ჩვენ ვასწავლით პოზიციის შერჩევას და ასევე უნდა ყოველდღიურად ინახოს ბავშვის მდგომარეობა, შეფასდეს მისი სუნთქვა, გულისცემა, ყველა ვიტალური მაჩვენებლები, ასევე დედებმა უნდა ისწავლონ როგორ უნდა მოუარონ კანს, იმიტომ რომ კანი არის ძალიან ნაზი, არის 5 ჯერ უფრო თხელი ვიდრე მოზრდილი ადამიანის კანი. ასევე უნდა ისწავლონ ჭიპლარის ნარჩენის მოვლა, ასევე მათ უნდა მივცეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაბადებისას არსებული წონა შეიძლება დაქვეითდეს, ეს იყოს ფიზიოლოგიური კლება, რომელიც შეიძლება იყოს 5-10% და აუცილებელია follow-up-ი, ანუ დაბადებიდან რამოდენიმე დღეში ახალშობილი კვლავ უნდა მობრუნდეს სამშობიაროში, რათა აი ეს ცოდნა და ეს გამოცდილება და მოვლის პრინციპები, რაც ჩვენ ვასწავლეთ მშობლებს, ვნახოთ ისინი ამას სწორად ახორციელებენ თუ არა ბინაზე. ერთი ყველასთვის ცნობილი ადამიანი დიდი ხნის წინ შემეკითხა, რომ ჩემს შვილს 100 აქვს პულსიო და როცა მე ასეთი ტახიკარდია მაქვსო, ვალოკორდინს ვამო 25 წვეთსო და მშველისო და რამდენი შეიძლება მივცეო ჩემს შვილსო ეს? რა ხნის არის ბავშვი მეთქი და 1 წლის არის. ეს ნამდვილი ამბავია და იმ ადამიანსაც ყველა იცნობს, ახლა მე გვარს არ დავასახელებ, ყველა იცნობს. გარდაიცვალა სოთეშორის. და ჩემში კითხვა აქედან გამომდინარეობს, რა არის ის ფიზიოლოგიური ნორმა, რომელიც უნდა იცოდეს დედამ, თქვა, იგივე პულსთან დაკავშირებით, სუნთქვასთან დაკავშირებით, ან კუჭის მოქმედებასთან და სხვა ფიზიოლოგიურ პარამეტრებთან მიმართებაში. როგორც აღნიშნე, ყველა ეს მაჩვენებლები აუცილებლად უნდა იცოდნენ მშობლებმა, რათა ბინაზე წაყვანის შემდგომ არ იყოს ეს დაუშვათ აჩქარებული არარეგულარული სუნთქვა მათი შეშფოთების საგანი. ვინაიდან ახალშობილებს ახასიათებთ უფრო არარეგულარული სუნთქვა, მათი სუნთქვის სიხშირე არის 1 წუთში 60-დან 30-დან 60-მდე და გულისცემის სიხშირე გახლავთ 100-დან 160-მდე. ეს ითვლება ჩვილობის და ახალშობილების ასაკში ნორმა. ეს რა თქმა უნდა მშობლებმა იციან, ჩვენ მათ ვასწავლით და რაც შეეხება კუჭის მოქმედებას, ხო? ყოველი კვების შემდგომ შეიძლება ახალშობილს ჰქონდეს დეფეკაცია, ეს არის აბსოლუტურად ნორმა და ხშირად თუ სათანადო განათლება არ მიიღეს მშობლებმა და ჩვენ არ ვასწავლეთ და ესეთი ტრეინინგი მათ არ ჩაუტარეთ, ისინი ძალიან ხშირად შფოთავენ ამის გამო, რომ ბავშვი ხშირად გადის კუჭში. ეს არის აბსოლუტურად ნორმა, ყოველი განსაკუთრებით ძუძუთი კვების შემდგომ დეფეკაცია, კუჭში გასვლა, ყოველი კვების შემდგომ არის ნორმა. და უნდა იყოს 8 ჯერ დაახლოებით ძველი საფენი, რომ ჩავთვალოთ, რომ ბავშვი იღებს საკმარის სითხეს, ამ შემთხვევაში ლაპარაკი მაქვს ძუძუთი კვებაზე, იმიტომ რომ დედის რძე გახლავთ ოქროს სტანდარტი, მასში არის ყველა საჭირო ნუტრიენტი, ვიტამინი, ანტისხეული, რაც ჭირდება ბავშვს ნორმალური განვითარებისთვის. და ძუძუთი კვება ასევე არაჩვეულებრივ პრევენციას გვიკეთებს აუტიზმის წინააღმდეგ. გონებრივად კარგად ვითარდებიან, ბავშვებთან აქვთ ძალიან მაღალი ინტელექტუალური IQ-ს კოეფიციენტი, ასე რომ ყველა დედას ურჩევ ძუძუთი კვება განახორციელონ ექსკლუზიურად 6 თვის განმავლობაში. არაერთხელ მინახია სოციალურ ქსელებშიც და ისედაც რომ მშობლები და ხშირად არამშობლებიც
ხვდებენ სურათებს, რომ დაიბადა გოლიათი ბავშვი და ბავშვი, რომელსაც ვთქვათ, ფენებად აქვს ეს ცხიმოვანი შრეები. მაინტერესებს, რამდენად ნორმაა ეს, რამდენად საშიშია ეს, ან საერთოდ როგორ უნდა გააკონტროლოს დედამ ბავშვის წონა, რა ითვლება ნორმად და როგორ კონტროლდება ეს? ცოტა განსხვავება არის მამრობითი და მდედრობითი სქესის ახალშობილების წონაში. ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ. მანამდე მინდა აღვნიშნო, რომ ნორმალურ ფიზიოლოგიურ წონად დაბადებისას ითვლება 2500 გრამიდან 4000 გრამამდე. 4 კილოს ზემოთ აქ არის უკვე მაკროსომია და უნდა ვეძებოთ რაღაც გენეტიკური ფაქტორი შეიძლება იყოს განპირობებული, შეიძლება იყოს დაუშვათ რაღაცა მეტაბოლური რაღაც დარღვევები. ამიტომ გვირჩევნია მოუაროთ და გაჩნდნენ ჯამრთელი კარგი წონის ახალშობილები, როგორც მოგახსენეთ, 2 კილო 500, 4 კილომდე. ასეთი აზრი არსებობს ჭიპლართან დაკავშირებით, თქვენ ჭიპლარი ახსენეთ, რომ ჭიპლარი უნდა გადაიჭრას გვიან. ახლა გადაჭრას დედა არ ახორციელებს, გასაგებია, მაგრამ რას ნიშნავს ეს გვიან გადაჭრა? რას ნიშნავს ეს და საერთოდ კიდევ ასეთი აზრია, რომ თქვა ბანაობა არ შეიძლება მანამ, სანამ ჭიპლარი სრულად არ შეხორცდება. თქვათ რამდენად არის სწორი, რამდენად უნდა დაელოდოს ამ სრულ შეხორცებას და კიდევ თქვენ გაგვით კი ახსენეთ, რომ ხანდახან დედა ამჩნევს რაღაც კანის სიცოცხლეს გამონაყარს, თქვათ აი ამასთან დაკავშირებით რო არ შეეშინდეს დედას, როგორ უნდა მოიქცეს და თუ როდის არის ამ შემთხვევაში რომ ეკიმს მიმართოს. ჭიპლარის გადაჭრა სწორი ბრძანდებით ბატონო გია, მიზანშეწონილია, ცოტა მოვიცადოთ 1 წუთის ბოლოს. თუ ბავშვი არის ჯამრთელი, კარგი ტონუსი აქვს, კარგი ფერი აქვს, დაიყვირა დაბადებისთანავე და ჩვენ ვაფასებთ მას მაღალი ქულებით და ეს მაღალი ქულები არის 7, 8, 9, 10 ქულა, ეს არის აბგარის სკალა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ გამშრალების შემდგომ ვაწვენთ დედის მკერდზე, იმიტომ რომ ეს პირველი კონტაქტი მალევე არის აუცილებელი, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დედისთვის და არა მარტო ემოციური სფერო, აქ ხდება დედის მიკრობების ჩასახლება ბავშვის კანზე, პირველი ძუძუთი კვების ადრეული დაწყება და ასევე მნიშვნელოვანია 1 წუთის ბოლოს, სანამ პულსაცია შეწყდება, მანამდე არ გადავჭრათ, ვინაიდან მთელი საჭირო და აუცილებელი ინგრედიენტები, რაც აუცილებელია ბავშვისთვის, უფრო დიდი სისწრაფით და მალევე ხდება გადმოდინება პლაცენტიდან ამ ჭიპლარის საშუალებით, ასევე ღეროვანი უჯრედები, რომელიც აუცილებელია. ასევე ბავშვის ორგანიზმიდან ხდება ურთიერთდახმარება, ასე ვთქვათ, დედის მხრიდან, ასევე ბავშვის მხრიდან ხდება ასევე გადმოდინება იმ საჭირო ნივთიერებების, ასე რომ ერთმანეთს ეხმარებიან დედა თავის ჩვილს და ჩვილი ასევე თავის დედას. მაგრამ თუ ნახეთ, რომ ახალშობილს სჭირდება მყისიერი ჩვენი დახმარება, ცხადია ჭიპლარი უნდა გადაიჭრას მალევე, რათა განვახორციელოს ის საჭირო დახმარება, რაც ჭირდება ჩვილს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი დაიბადა დაუშვათ არ სუნთქავს, ეს არის ასფიქსია, ან მას სჭირდება რაღაც ჩვენი პროფესიონალური დახმარება. მაგრამ მთელი 9 თვე არსებობს იმისათვის, რომ მოხდეს ეს მიმოცვლა. რატომ არის მაინდა-მაინც ის 1 წუთი გადამწყვეტი დაბადების შემდგომ და ეს არის, როდესაც აი ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ უნდა შეწყდეს დედა და შვილს შორის ურთიერთობა. ამიტომ მაქსიმალური რაც კი შეუძლია ამ მომენტისათვის დედამ გაიღოს, კვლავ ესეთი მთელი ძალისხმევით ახორციელებს და ასევე ბავშვისგანაც, ჩვილისგანაც არის სათანადო პასუხი. გასაგები. კიდევ ერთი ასეთი ახლა აზრის შესახებ ყველა მიცის გამოუსწელმა დედამაც და გამოსილმაც თავისთავად. ისიც ცნობილია, რომ თქო პირველი აცრა ბავშვს უტარდება ჯერ კიდევ სამშობიაროში ყოფნის დროს. აი მინდა თქვენ რომ განუმარტოთ, აუხსნათ ახალგაზრდა დედებს, რა მნიშვნელობა აქვს ამ ვაქცინაციის გეგმას, რამდენად აუცილებელია და რა სარგებელი
მოაქვს მას ბავშვისათვის. ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს აცრას და მინდა აღვნიშნო, რომ პირველი ძუძუთი კვება ვადარებთ ზუსტად პირველ აცრას, ვინაიდან გარდა იმისა, რომ საჭირო ნივთიერებებს შეიცავს დედის რძე, რაც ბავშვის ნორმალურის და განვითარებისთვის არის აუცილებელი, ანტისხეულების დიდ რაოდენობას შეიცავს. ამიტომ პირველი ძუძუთი კვებას ვადარებთ სწორედ აცრას. რაც შეეხება შემდგომ აცრებს, ხომ მინდა აღვნიშნო, რომ მე-20 საუკუნეში მედიცინის დარგში ასეთი დიდი წარმატება და ასეთი დიდი გარღვევა არ მომხდარა, როგორც აი ვაქცინების აღმოჩენა, დანერგვა და ამან ძალიან კაცობრიობის უდიდესი რაოდენობის სიცოცხლე იხსნა. მაქსიმალურად უნდა აიცრას ყველა ახალშობილი და შემდგომ უკვე გაგრძელდეს პედიატრიული ასაკის ბავშვებთან ეს აცრები. ჩვენ გვაქვს ამერიკის და ევროპის აკადემიის მიერ მოწოდებული პროტოკოლები, გაიდლაინები, აცრების ცხრილები, ესე ვთქვათ, ეჯენდა და აი ამას მივყვებით. და ჩვენთან ვაქცინაცია დროულად ხორციელდება სამშობიარო სახლში. ეს გახლავთ პირველი ვაქცინაცია დაბადებიდან ძალიან მალე. B ჰეპატიტის ვაქცინაცია, შემდგომ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ვინაიდან ჩვენ ქვეყანაში არის შემთხვევები, რასაც ვერ ვიტყვით განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში, იქ ასეთი ვაქცინაცია საერთოდ არაკეთებენ. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენთანაც ტუბერკულოზის შემთხვევები შემცირდება და ეს ვაქცინაცია ალბათ აღარ იქნება საჭირო. რაც შეეხება შემდგომ ვაქცინაციას, გრძელდება 2 თვის შემდგომ, გეგმიურად, რა თქმა უნდა, პედიატრი შეაფასებს ბავშვის, ჩვილის მდგომარეობას და ამის შემდგომ ძალიან უმტკივნეულოდ უპრობლემოდ ტარდება ვაქცინაცია. ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო, ძალიან საჭირო და ყველა დედას მოუწოდებ, რომ დროულად ჩაატარონ ვაქცინაცია, იმიტომ რომ ვაქცინები იცავენ მათ შვილებს ძალიან საშიში ინფექციური დაავადებებისაგან. გასაგებია, თქვენ ახლა ახსენეთ, რომ პირველი ვაქცინაცია ეს უზუსტებასთან არის დაკავშირებული. ამასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული მოსაზრებები, რომ თითქოს ყოველ შემთხვევაში ხანდახან დედის რძე არ არის ან რაოდენობრივად საკმარისი, ან ხარისხობრივად ისეთი, როგორც ესაჭიროება ახალშობილს. აი როგორ შეიძლება ამისი განსაზღვრა თქვა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დედის რძის რაოდენობა არის რაოდენობად საკმარისი და ხარისხიც შესაბამისი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ დავიღლები ამის თქმით, რომ დედის რძე არის ოქროს სტანდარტი და ყველა დედამ უნდა ეცადოს, რომ თავისი შვილი გამოყვებოს თავისი რძით 6 თვის განმავლობაში ექსკლუზიურად და ის აბსოლუტურად აკმაყოფილებს ყველა მასში შემავალი ინგრედიენტი, ყველა ვიტამინით, ნუტრიენტებით ბავშვის მოთხოვნილებას. 5 თვიდან შეიძლება მივცეთ დამატებითი საკვები, თუმცა ძუძუთი კვება შესაძლებელია გაგრძელდეს 2 წლამდეც და მე მოუწოდებთ დედებს, რომ გააგრძელონ, გაახანგრძლიონ, რადგან დედის რძეში არის აბსოლუტურად შეუცვლელი ანტისხეულები. უგემურია ვამბობენ, ხო? ძალიან გემრიელია. მიხეილ ჯავახიშვილს აქვს, ხო, მქონე დედის რძე. და შეგიძლია ერთი ასეთი შეკითხვა აქვს იგივე რძესთან დაკავშირებით. ბავშვს ესაჭიროება, ახალშობილს ესაჭიროება გარკვეული რეჟიმი, როგორი რეჟიმითაც უნდა მიიღოს ეს საკვები. მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება დედას არ აქვს იმის საშუალება, თქვა, იგივე სამსახურიდან გამომდინარე ან სხვა პირობებიდან გამომდინარე, რომ ზუსტად იმ რეჟიმში მიაწოდოს ახალშობილს ეს რძე. შესაძლებელია თუ არა ამ რძის შენახვა? იმდაგვარად, რომ ეს არ გაფუჭდეს და რეჟიმიც დაცული იქნება. ძუძუთი კვება უნდა განხორციელდეს ბავშვის მოთხოვნილების მიხედვით, ამას ქვია ურეჟიმო ძუძუთი კვება და თუ დედას დაუშვათ სურვილი აქვს, რომ სამსახური ან რაღაც სხვა საქმიანობა განახორციელოს, ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია
გამოიწვევოს რძე, ერთჯერად სტერილურ პაკეტებში შეიძლება ეს ამ რძის მოთავსება, მისი რძის მოთავსება, რაც საყინულეში 6 თვის განმავლობაში ინახება. ის მის ღირებულებას და მის თვისებებს, საჭირო თვისებებს არ კარგავს ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ მე მაინც მოუწოდებ ქალბატონებს, რომ ხშირად აწოვონ თავიანთ, იმიტომ რომ არის ესეთი შემთხვევები ქალბატონები, აი ევროპის მაგალითს მოგიყვანთ, მუშაობენ, მიყავთ თავიანთი ჩვილები, ზოგი პარლამენტშია დაკავებული, ზოგი რაღაც სხვა საქმიანობას ახორციელებს. თავისუფლად შეიძლება რაღაც ისეთი ლამაზი ნაჭერი მოაფარონ თავიანთ ჩვილს და იქვე მუშაობის პროცესში განახორციელონ ძუძუთი კვება. ეს ძალიან მიღებული პრაქტიკაა განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში. იგივეს მოუწოდებ ჩვენს ქართველ დედიკოებს. ახლა ძუძუთი კვება უკვე ზაფხული დაიწყო. ზაფხული სიცხესთან არის ასოცირებული. არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ სიცხის დროს შეიძლება თქვათ, რძე არ იყოს საკმარისი და ბავშვს დამატებით ხომ არ უნდა მიეწოდოს სიცხე. როგორი იქნება თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით? არ არის მიზანშეწონილი წყლის დამატება 5 თვემდე, სანამ ექსკლუზიურად ძუძუთი კვება ხორციელდება, არ არის მიზანშეწონილი, თუმცა თუ ჩვილს მოწონს, შეიძლება მიიღოს, რატომაც არა, მაგრამ არ არის მოწოდებული, იმიტომ რომ დედის რძეში 80% და მეტი გახლავთ წყალი, ხო? და დანარჩენი უკვე შრალი ნივთიერება. ამიტომ არ არის მიზანშეწონილი და მე არ ურჩევდი დედიკოებს რომ დაამატონ წყალი. თქვენ წეგან თქვით რომ 6 თვეო, თქვათ მე თქვით რომ 5 თვეც ახსენეთ. რაზე არის დამოკიდებული, თქვათ ის თუ რამდენი ხანი უნდა იკვებოს ახალშობილი, რამდენი ხანი უნდა მიიღოს დედის რძე. რაიმე განაპირობებს ამას, თქვათ, რის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ. ძუძუთი კვება არ უნდა შეწყდეს, არც 6 თვის მერე ბატონგია, ძალიან კარგია და მიზანშეწონილია თუ 2 თვემდე გავახანგრძლივებთ, ისე და ისე იმ თვალსაზრისით, რომ მასში არის ანტისხეულები და ეს იცავს მათ ჩვილებს. არა, 6 თვემდე ექსკლუზიურად ძუძუთი კვება. უბრალოდ 5-6 თვის მერე საჭირო ხდება დამატებითი საკვების შემოტანა, იმიტომ რომ აი მთლიანად დედის რძე უკვე ვეღარ აკმაყოფილებს ის ნუტრიენტები და ვიტამინები, არ არის მისი ნორმალური განვითარებისთვის საჭირო. ამიტომ პირველი კვება ბოსტნეულის პიურე, შემდეგ ხილფაფა, შემდგომ ფაფები და ამ დროს შეიძლება უკვე როდესაც დამატებით საკვებს იღებს ჩვილი, შევთავაზოთ მას წყალი. ხო, აი ამ ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით, ხანდახან დედას ადამიანია და შეიძლება გახდეს ავად. ან რაღაცა ინფექცია. არის თუ არა რაიმე შეზღუდვა, თქვათ, აი მედიკამენტების მიღების დროს, ხომ არ უნდა შეწყვიტოს ძუძუთი კვება ამ დროს დედამ? აი რაზეა დამოკიდებული? იცით, ძალიან ბევრი მოსაზრება არსებობს, იცით, განსხვავებულია განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში. შეიძლება შეწყდეს სულ რაიმე აი თითზე ჩამოსათვლელი ინფექციების დროს. ასეთი შეიძლება იყოს ადამიანის იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, შიცი. შეიძლება იყოს ძალიან რთულად სამართავი და ღია ფორმის ტუბერკულოზი და წყდება კიდევ როდესაც დედის კერტებზე არის ჰერპესული გამონაყარი. ასეთ შემთხვევაში წყდება. ნუ B ჰეპატიტის კონფირმაციის შემთხვევაში ჩვენ ძუძუთი კვებას არ უწყვეთ, არც C ჰეპატიტის, უბრალოდ დედამ უნდა მოუაროს კარგად თავის კერტებს, რომ ნახეთქები არ გაჩნდეს. დანარჩენი არის კიდევ ესეთი დაავადება, ეს არის იმუნოკომპრომიტირებელი დაავადება, ეს არის T ლიმფოციტებს აზიანებს, T ლიმფოტროფ
ევროპული ვირუსი, ეს რეტრო ვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება და ასეთ შემთხვევაშიც არ არის მიზანშეწონილი ძუძუთი კვება, იმიტომ რომ დედის რძით შეიძლება გადაეცეს ეს ვირუსი გადავიდეს ჩვილთან. დანარჩენ შემთხვევაში მიზანშეწონილია გაგრძელდეს მაგალითად მაღალი ფებრილური ტემპერატურის დროს, შეიძლება მასტიტის დროსაც არ უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება, იმდენად მნიშვნელოვანია ის სასწორი, რომ ავიღოთ, რა თქმა უნდა, დედის რძე და ძუძუთი კვება ეს გადაწონის, ასე რომ სულ აი რაც ჩამოვთვალე რამოდენიმე ინფექცია, რის დროსაც თავი უნდა შევიკავოთ ძუძუთი კვების დროს. ვირუსების დროს, თუნდაც აი კოვიდის პერიოდში, როდესაც ჩვენთან კოვიდი კონფორმაციით ქალბატონები მაიმშობიარეს, ძუძუთი კვება არ წყდებოდა, უბრალოდ ხმარობდით ნიღბებს, პირად ჰიგიენას, რა თქმა უნდა, ვაქცევდით ყურადღებას და ასეთ დროსაც გრძელდებოდა, რა თქმა უნდა, ძუძუთი კვება. იმდენად ღირებული და მნიშვნელოვანია ეს ჩვენი მომავალი თაობისთვის და ჩვენი ჩვილებისთვის. გასაგებია, ამ ხელოვნურ კვებასთან დაკავშირებით მინდა დაგისვათ საკითხი. ხლა, ამ ხელა კომპანიები არიან, ამდენი მუშაობენ ამ ხელოვნურ საკვების შექმნაზე, თითქმის ყველაფერს ითვალისწინებენ ამ საკვების შექმნის დროს და რა არის ის ძირითადი უპირატესობა, რის გამოც ჩვენ ბუნებრივ დედის რძეს ვანიჭებს უპირატესობას, ვიდრე ვთქვათ ხელოვნურ კვებას. და თუ არის ისეთი შემთხვევები და რა არის ისეთი შემთხვევა, როცა 6 თვემდე ვერ მიდის და უფრო ადრე უნდა იქნეს დაწყებული ხელოვნური კვება ბავშვის საშუალებით. წარმოუდგენელია დედის რძეს რომელიმე საკვებმა გაუწიოს კონკურენცია. წარმოუდგენელია ეს მისი დაშვება არაფრით არ შეიძლება, იმიტომ რომ ოქროს სტანდარტია და ვერც ერთი საკვები მას ვერ შეცვლის. უამრავი კვლევებით დადგენილია, რომ ბავშვები, რომლებიც ბუნებრივ კვებაზე იმყოფებიან, ინტელექტუალურად კარგად ვითარდებიან, აუტიზმის შემთხვევები ძალიან ნაკლებია, უფრო ჯანმრთელები არიან, სკოლაში მათი მოსწრება, სწავლა უფრო კარგია და უპირატესია ვიდრე ბავშვები, რომლებიც ხელოვნურ კვებაზე არიან. ხო, ნუ ხანდახან არის რომ დედას არ აქვს რძე, ხო? არის ასეთ შემთხვევაში ალბათ მიმართოთ უნდა ფორმულას, ოღონდ აქაც ჰიგიენა უნდა ბოთლით უნდა უყვებოთ, ხო? ასეთ შემთხვევაში ცხადია ბავშვი, ამიტომ ჰიგიენა, ბოთლის სტერილიზაცია, ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს ქალბატონებმა. ამასთანავე ერთი ასეთი შემთხვევა იყო, ოჯახში მივედით, რომ მიგველოცა ახალშობილის დაბადება. და სუფრასთან ვიჯექით და ბეზუზურმა დედამ, აი უზარმაზარი ჭიქა მოიტანა და იმით ისვავდა ჩაის. და რომ შევეკითხეთ რა ხდება რა. ესა რძე რომ კონდეს საკმარისი რაოდენობით. მაინტერესებს რამდენად არის დამოკიდებული მიღებული ვთქვათ სითხის ან საკვების რაოდენობა რძის რაოდენობაზე და რძის ხარისხზე ამავე დროს. და თუ არის რაიმე ვთქვათ რეკომენდაცია, რომელი საკვები არის უკეთესი რომ მიიღოს, ან რომელი სითხი არის უკეთესი რომ მიიღოს, ან პირიქით, რომელი საკვების მიღება არ შეიძლება მეძღვრების პერიოდში. ეხლა ხალხს გახდით ჰელსინკში ესპაგანის პედიატრიული კონფერენცია ჩატარდა. ეს იყვნენ მოწვეულები ძალიან გამოჩენილი ნუტრიციოლოგები, ჩვენი კოლეგები, მეცნიერები და ყველა ესეთ დიდ საერთაშორისო კონფერენციაზე აღნიშნავენ, რომ მეძუძური დედისთვის არის მიზანშეწონილი დიეტის დაცვა. დიეტა აუცილებლად უნდა დაიცვას დედამ, თუმცა სითხის რაოდენობა რძის რაოდენობაზე გავლენას არ ახდენს. აი ყველაზე დაუშვათ დაუცველი, სოციალურად დაუცველი, ძალიან ღარიბი ქვეყნიდან, ღარიბი დიეტით გამოკვებილი ქალბატონის რძეც კი არის საუკეთესო და ყველა იმ საჭირო ნივთიერებას, ვიტამინს, ინგრედიენტს შეიცავს, რაც არის მისი ჩვილისთვის აუცილებელი. ასე რომ ეს გახლავთ მითი ადლოკია. ნებისმიერ.
გასაგებია და კიდევ ერთი ასეთი შეკითხვა, ასეთი ფენომენი არსებობს, აი კანის კანთან კონტაქტის ფენომენი და კენგურუს ფენომენი კიდევ. აი როგორ ახსნით აი ამ ფენომენს? ეს ჩემი ძალიან საყვარელი თემაა. ჩვენ ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩავატარეთ ჩვენს კლინიკაში პინეოში. გვყავდა მოწვეული ქალბატონები, ორსული ქალბატონები და მათაც ვურჩიე და ყველა ჩემი პაციენტის დედიკოს ვურჩევ, რომ გამოიყენონ კენგურუს მეთოდი. ბავშვებს ძალიან უყვართ თავიანთ დედიკოებთან და თავიანთ საყვარელ ადამიანებთან კონტაქტი. ძალიან დაცულად გრძნობენ თავს და ძალიან ბევრი რანდომული კვლევა იქნა ჩატარებული, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ ბავშვები, რომლებიც კენგურუს მეთოდის გამოყენებით არიან გაზრდილები, მათ აქვს ძალიან მაღალი ინტელექტუალური კოეფიციენტი. კარგი იმუნური სისტემა აქვთ. არიან ძალიან, ესე ვთქვათ, უშიშრები, დაცულად გრძნობენ თავს. და გარდა ამისა, ბავშვები 1 მეტრის ქვემოთ, აი ეტლში არ უნდა ჩავსვათ და ვასეირნოთ, ვინაიდან მოგეხსენებათ რა სიტუაცია გვაქვს ქვეყანაში და ქალაქში და მთელი ეს შხამი და ეს ალბათ ტყვის შემცველი გამონაბოლქვი მანქანებიდან მიდის ქვემოთ, ასე რომ კენგურუს მეთოდს აქაც აქვს უპირატესობა. ახლა მინდა აღვნიშნო 1-2 სიტყვით, რომ კენგურუს მეთოდს ძალიან აქტიურად ჩვენთანაც ჩვენს რეანიმაციულ და ინტენსიური თერაპიის პალატაში ძალიან აქტიურად ვიყენებთ, იმიტომ რომ ეს ემოციური დაცვა, ემოციური გრძნობები ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ფიზიოლოგიური და ჯანმრთელი ბავშვისთვის, ასევე მნიშვნელოვანი არის ავადმყოფი ბავშვისთვის, ხო? ბავშვი, რომელიც შეიძლება იმყოფებოდეს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე და უშუალოდ ინტრავენური კათეტერი ქონდეს, ხო? იღებდეს ბევრ მედიკამენტს. ასეთი ბავშვებიც კი დედის მკერდზე ან მამის მკერდზე თავსდებიან კენგურუს მეთოდით და ეს ამას აქვს არაჩვეულებრივი ესეთი გამოსავალი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით და ყველა დედას და ყველა მშობელს და ყველა წყვილს ურჩევ, რომ გამოიყენონ დაბადებისთანავე კენგურუს მეთოდი. კანის განთან გასაგებია, მაგრამ კენგურუ ეს ჩანთები რო აქვს ჩამოგიდებული და ამით რა დარიან. ანალოგიური. ან სლინგი, რომელიც შეიძლება ესეთი ნაჭერია და ქალბატონს, რომელიც მოეწონება, რომელსაც მას უფრო მოეხერხება, შეიძლება იხმაროს და უშუალოდ ნაჭრით კენგურუს, ასე ვთქვათ, მეთოდი იმიტაცია, ან თუნდაც კენგურუს გასაგებია. მე მგონი ჩვენ საკმაოდ ბევრ საკითხს შევეხეთ, ის რაც შეიძლება საინტერესო ყოფილიყო დედისთვის, მაგრამ თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ხომ არ გამოგჩა რაიმე ესეთი საკითხი, რომელიც თქვათ ახალბედა დედას თქვენ უმეორებთ ხოლმე ამ შეხვედრების დროს. იქნება არის ესეთი რაღაც, რაც თქვენ გინდათ რომ მიაწოდოთ დამატებით მათ აკეთოთ. მე მინდოდა კანის თავისებურებებზე და კოლიკებზე მეთქვა 1-2 სიტყვა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ კანი არის ძალიან უმწიფარი ახალშობილების, ასევე კუჭნაწლავიც არის ძალიან უმწიფარი, მათ აწუხებთ გაზები, აწუხებთ, კოლიკა უფრო რთულია და ამიტომ შეიძლება ურჩიოთ სხვადასხვა მეთოდები, რომ დაუამოთ ეს ტკივილი, იმიტომ რომ ბავშვებთან ერთად მშობლების ტირიან, როდესაც ბავშვებს აწუხებთ კოლიკა და აწუხებთ დიდი რაოდენობით გაზების დაგროვება, ნაკლებად უგროვდებათ ბავშვებს, რომლებიც არიან დედის რძეზე, ბუნებრივ კვებაზე, მათ აქვს ნაკლებად ეს პრობლემები. რაც შეეხება კანს, კანი ძალიან ნაზი აქვთ, ძალიან მშრალი აქვთ, 5 ჯერ უფრო თხელი აქვთ ვიდრე მოზრდილს, ამიტომ აუცილებელია კანის დატენიანება, რასაც ჩვენ ვასწავლით, ვაჩვენებთ ახალბედა დედიკოებს, უნდა ვიხმაროთ აუცილებლად მაღალი ხარისხის, კარგი ქვეყნიდან უნდა იყოს ეს დამატენიანებელი საშუალებები და დაბანაც ასევე დღეში ერთხელ აუცილებელია ბავშვისთვის. ეს მინდოდა დამემატებინა. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობთ მოწვევისთვის. დიდი მადლობა მსმენელებს. მადლობთ. მადლობა.